დღეს ახალი სტილით 28 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამეებს გურის, სამონს და აბიბოს, წმინდა მოწამეებს ელპიდეს, მარკელის და ევსტოქის, წმინდა მოწამე დიმიტრის, ღირს აისი ველიჩიკოველს. დღეს 28 ნოემბერს იწყება შობის მარხვა, რომელიც 40 დღე გრძელდება. ცნობები შობის მარხვის შესახებ მე-4 საუკუნიდან გვხვდება. თუმცა სავარაუდოდ ის უფრო ადრე უნდა დაწესებულიყო. ძველად შობის მარხვის ხანგრძლივობა სხვადასხვა ეკლესიებში სხვადასხვაგვარი იყო. ხოლო 1066 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე დადგინდა, რომ მარხვა ქრისტეს შობამდე 40 დღით ადრე დაწყებულიყო. საშობაო მარხვა დაწესებულია იმისათვის, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის თავის სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმინდოთ, რათა წმინდა გულით შევძლოთ, მოწიწებით მივეახლოთ ამ ქვეყნად მოვლენილ განკაცებულ ძეღვთისას. შობის მარხვა დიდ მარხვასთან შედარებით მსუბუქია, რადგან დაშვებულია თევზის მიღება ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა. სვიმონ თესალონიკელის სიტყვებით, შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც 40 დღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის 2 ფირფიტა მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი 40 დღის მარხვის შედეგად ვიხილავთ და ყოვლა წმინდა ქალწულ მარიამისაგან ვიღებთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. დღესვე არის ხსენება წმინდა მოწამეებისა ელპიდესი, მარკელესი და ევსტოქისა. ისინი იმპერატორ იულიანე განდგომილის მმართველობის დროს ეწამნენ. წმინდა ელპიდეს საიმპერატორო კარზე მაღალ თანამდებობაზე მსახურობდა. ქრისტეს აღიარებისათვის იგი მარკელესა და ევსტოქისთან ერთად შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მარტვილებმა მრავალი სატანჯველი და სასტიკი გვემა დაითმინეს, რის შემდეგაც უჯულოებმა ისინი ცეცხლში დაწვეს. მათი წმინდა ნაწილების დაკრძალვის ადგილზე სასწაული აღესრულა. ხალხმა იხილა იესო ქრისტე ანგელოზ და დასთან ერთად და იმის მოწმე გახდა უფალმა როგორ აღადგინა მკვდრეთით ელპიდე. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა კვლავ შეეპყროთ წმინდანი. მარტვილის წამების დროს მისი ლოცვით მახლობლად მდგარი კერპები ერთიანად შეიმოსრა. ამ სასწაულის მხილველმა 6000-ზე მეტმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე. გაბოროტებულმა წარმართებმა უფლის რჩეული ხელახლა დაწვეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიბაროს სრულიად საქართველო. ამინ.